კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. აბა დილამ შვიდობისა. შვიდობისა, მე კიდე ხახვის ჭრის პროცესში ვარ. როგორც უკვე გითხარით და ისევ გავიმეორებ, დღეს ვამზადებთ ფეტვის კოტლეტს, რომელიც იქნება სამარხო და თან შევურებთ სოკოს. შეგვიძლია სტაფილო გამოვიყენოთ, შეგვიძლია ბროკოლით გავაკეთოთ, რაც რომელიმე ნებისმიერი ბოსტნეული ჩვენთვის სასურველი შეგვიძლია რომ შევურიოთ. ამისთვის კი ზოგადად ფეტვს, როდესაც ვხარშავთ, სასურველია რომ ჯერ 1-30 წამი ნახევარი წუთი დავაყოვნოთ მდუღარეში, ანუ კარგად გავრეცხოთ ფეტვი. ფეტვი ყოფილა ესეთი. მეც არ მქონდა ნანახი, იცით? შეხედეთ ფეტვი, გაიცანით ფეტვი მაყურებელი. კი, გავს, მაგრამ ეს ესეთი ზუსტად მრგვალი რჩება, ის ცოტა ესე რომ იშლება ინტერესებს ძალიან, ეს ცალკე რო გავსინჯო შეიძლება. მეგონი გემო არ ექნება. ვერ ეს გარეცხილია და. მეგონი რამე დამახასიათებელი გემო არ ექნება. არა, ხო. ეს უძველესი მარცვლეული კულტურა, ხო? კი, ნამდვილად. და რაც შეეხება მის მომზადებას, იმისთვის რა იღესნერი ზოგჯერ სიმძაღე მიყვება ხოლმე და ეს სიმძაღე რო არ კონდეს, კარგად რომ გავრეცხავთ, შემდეგ 1 წუთამდე უნდა დავაყოვნოთ კარგად ადუღებულ წყალში და უკვე შემდეგ დავიწყოთ მისი მოხარშვა. ხარშვის პროცესი ჩვეულებრივად ისევე როგორც წიწიბურას ან ბრინჯს ვხარშავთ მაგალითად. თავზე არ უნდა დახურვა? ჯერ არა, რომ აორთქლდება წყალი, შემდეგ ვახურავთ. 2 ჭიქა ფეტვზე გვჭირდება, ძალიან ამიწევია გაზის. 3 ჭიქა წყალი? არა, 2 ჭიქა ფეტვს ვჭირდება 4 ჭიქა წყალი. მეტო დავინახე რომ 3 ჩააწყი და მაგიჭავი. არა, მე-4 ვერ დაინახე. იგივე ფეტვს ყანაირად ყარშავ. და მარილი. ფეტვს ჩვენ ვიცით 3 ჭიქით, კარგი რა. აბა. ზღაპრები შეგრეწე. და რო გადმოდის მერე. ხო. შადრები. 2 ჭიქა ფეტვი, 4 ჭიქა წყალი, ადუღებას ველოდებით წყალი, როდესაც დაიწყებს უკვე შემცირებას და ცოტა ბუშტუკებს უკვე კარგად რო დავინახავთ, მერე დავუწევთ გაზს და დავახურავთ თავზე და ვაცლით, რომ აი ამ თავის ორთქლში ბოლომდე მომზადეს. პარალელურად კი ვიწყებთ ხახვისა და სოკოს მოთუშვას, იმისთვის რომ შემდეგ უკვე ეს ფარშად ვაქციოდეს ყველაფერი ერთად. აუცილებელია რომ პარალელურად გავიწყოთ თუ კი, პრინციპში დრო შეგიძლია ძალიან დღეს მოშუშო ზურა. და ასო საქმეც კი. და ასევე დაგჭირდება ცოტა სახამებელი, ცოტა ფქვილი იმისთვის, რომ შემდეგ ეს ჩვენი ფარში კარგად შევკრათ. კი ბატონო, თუ სამარხო ვერსია არ გვინდა, შეგვიძლია რომ რძეში მოვხარშოთ ჩვენი ფეტვი. და შემდეგ ერთი ცალი კვერცხით დავამატოთ შესაკურელად. ლიკა, ძირითადად სოკოს გემოსკენ წაიყვანს? არა. იმიტომ რომ რადგან ფეტს არ აქვს თავისი გამოკვეთილი გემო. არა გონია რომ ძალიან სოკოსკენ წაიყვანოს, ბევრსაც არ ვიყენებთ, ხო ცოტა ესე ლიკა ის მოხარშავი იყო, ხო მე რაც გავსინჯე. კი. და აი მოხარშვის შემდეგ აქვს რამე გემო, შენ გაგისინჯავს ალბათ. კი, როგორ არა. აქ ეთერშიც მოგვიმზადებია სხვათა შორის ფეტვის ეგრეთ წოდებული ფაფა გოგრაში და ძალიან საყვარელი და გემრიელი გამოდის, კი. აი ალბათ როგორ ციციბურას არა აქვს მოხარშვამდე გემო და მე ხო უჩდება, გიჭამია უმი ციციბურა. კი, გამისინჯე. მართლა? მაგრამ მე ზოგადად დიდად ციციბურას მოყვარული არ ვარ შესაძლოა. ბატო არ გინდა რკინის პროდუქტები? პირდაპირ კინოს ვეცალე. და რაც შეეხება მოვყვები პროცესს ამის შეკვრის ამბავს, შემდეგ, როდესაც უკვე ცომი მზად გვექნება, დაგჭირდება საფანელი და სეზამის მარცვალი, რომელშიც ამას უკვე ფორმირებულ კოტლეტებს ამოვავლებთ და შევწვავთ ტაფაზე ან ღუმელში. ხო, რაღაცა ყველგან გაზი არ ვიცი, დღეს ეთყობა ძაბვა, ძალიან მაღალი გვაქვს. ძაბვა. კი, თქვენგან მოგყვათ, მე მგონი იქიდან. სადაც დავდგე, ყველაფერი არის, არა და ძალიან დაბალზე მიყენია, მაგრამ მაინც ყველგან რაღაცა ისე ზუხს, როგორც არ მინდა. კარგი არა უშავს, ეგეთები ხდება ხო? და ეხლა რომ დავიწყო მოთუშვა, თქვენ შეგაწუხებთ და ამიტომ არ მინდა. ზურას უკან. საერთოდ გამოვხდე. არა, არ მოვთუშა. მოდი, შენ უფრო შევსხარ. არ მოვთუშავ ნამდვილად. მე რით დაგეხმარო? არა, მე მანამდე თქვენ
მყუდროთ იყავით და მე მოგიყვებით, რომ გუდვილის დახლებზე არსებული ხილბოსტნეული არის ქართველი ფერმერებისაგან წარმოებული, რომელიც მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე. ასე რომ ასეთია, შემოწმებულია ჩვენი ბოსტნეული დღეს სამზარეულოში. კი ბატონო და აქვე უნდა უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს აუცილებლად, რომ სასიამოვნო სიახლე აქვს გუდვილს, გუშინ რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა ბათუმში. ახალი სივრცე სრულიად პასუხობს თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებსა და მომხმარებელთა მოლოდინებს. ფილიალში წარმოდგენილია თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებული და მომხმარებელზე მორგებული სავაჭრო სივრცე, საერთაშორისო პარტნიორი ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია, ქართველი ფერმერების მიერ მოწოდებული ლაბორატორიულად შემოწმებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და რა გინდა სულო და გულო მოკლედ. შესანიშნავი ამბები. აბა. და ეს ყველაფერი შემდეგ აქაც ხდება ხოლმე ჩვენთან ჩვენს დახლებზე, ჩვენ სამზარეულოში და ლიკა კვარაცხელია. მეხმარება ხოლმე და როგორ ფუსფუსებს სამზარეულოში. ცოტა უჩვეულოდ გუძნობ თავს რომ არ დამასაქმე. იატაკის ჰიგიენიდან დაწყებული ყველაფერში არის ძალიან მოქნილი და მოხერხებული. ძალიან და მე ეს ემპირდება რომ სახში ვიმეორებ ხოლმეო და საინტერესოა მართლა იმეორებს თუ არა. არა რაღაც მარტივს რასაც აკეთებს ხოლმე სხვათა შორის აი ხრიკები ლიკა მიცვის ხოლმე ძალიან კარგად მომზადების პროცესში რაღაც ისეთ მარტივს და ისეთ რაღაცას გააკეთებს რომელზეც არასდროს ნაფიქრი არ გექნებოდა ადამიანს და აღმოგაჩენინებს მე მყავს დამხმარე ქალბატონის სახში და ალბათ არ გაგიკვირდებოდ რადგან სახში ფაქტიურად არა ვარ და რომ ხოლმე აი ლიკამ დღეს გააკეთა ესე მეორე აი ლიკამ დღეს გააკეთა თვითონაც ძალიან გემრიელად ამზადებს ყველაფერი ლიკამ დღეს ლიმონი ჩაწურა შენ კი მე ჩავაწურე ისიც და რომ ლიკას რჩევებზე ჩვენს აი ხალხთან დაკავშირებითაც ექნება რაღაც რჩევა კი ხალხთან დაკავშირებით უკვე ცნობილია ის რჩევა რომ ზეთი უნდა წაუსვა დანას და ისე უნდა დაჭრა ჩემო ზურა თუ არ გინდა რომ ცრემლები აღვარღვალო მე არ ვიცოდი ეს მე ვიცოდი რომ წყლით უნდა დაასველო თავად ხახვი რომ გაჭრის პროცესში ხო მაგრამ მაშინ ყველა ჯერზე უნდა დაასველო და ზეთს ცოტა ესე დანას გადაუსვა და ეგ არის არ გინახავთ ისეთი შუშის გამჭვირვალე თავსახურები რომ უკეთიათ არ და რაღაცით რომ გამენ კი არ მოვიდეს ეს რო აქვს სახეზე შუშის კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. სულ ვართ შემომსხვდარ ვართ კოტლეტების დამინახავს უკვე გაკეთებული. ძალიან კარგი არომატი დამხვდა აქ და ახლა მე რა გავაკეთო ეთერში ხوار მივირთვა. ფეტვის გასინჯვა რო გინდა და ხო არ გასინჯავდი. ფეტვისაც გავსინჯავ. მომზადებული კოტლეტი მირჩევნი. არა, მაგრამ ესეც არ გაინტერესებს. გააღებერი ზურა. აჰა, დილიდან რისი გემოაქვს? აი მე სალატ გინდა გასინჯო. არაფრი. მე სალატებშიც მომწონს. რაღაცის გემოაქვს გასინჯერათიკასაც. დამეხმარე, რისი გემოაქვს? რისი გემოაქვს? რაღაცის გემოაქვს. კუსკუსის გემოაქვს, ცოტა. აი, თუ ხორციანია, როგორ თქვა? კი, აი რაღაც სუხე, რაღაცნაირი, ხო? აგემრი. აი, კარგია. ბურღულის გემოაქვს. კი, ბურღული. აი, რაღაცას ამბობდი, ხა ოდნავ დამიტოვა ლიკა, ოდნავ სიმწარეს ტოვებს თუ რაღაცა სიტყვა. სიმწარეს ტოვებს. ხო და რა არის ამასთან დაკავშირებით? მდუღარი წყალში უნდა ჩავალბოთ ერთ წუთამდე და შემდეგ დავიწყოთ მისი მოხარშვა. მე მინდა ფეტვი. ოღონდ მე ისევე ეს მდუღარი წყალი უნდა გამოვცვალოთ და მე უკვე დავიწყოთ მისი კი ბატონო, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. მივესალმები მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვიერთდა და ვეტყვი რომ ვამზადებთ სამარხო ფეტვის კოტლეტს, რომელიც პრინციპში ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება და ასევე შეგვიძლია წინასწარ ბევრი მოვამზადოთ და გავყინოთ, რა თქმა უნდა, ესეთ ერთ ლანგარზე და შემდეგ უკვე პარკში გადავიტანოთ და ერთი ფუსფუსით რამდენიმე დღის სადილი გვექნება მზად. ამისთვის კი მოვხარშეთ ფეტვი. 2 ჭიქა ფეტვს დავამატეთ 4 ჭიქა წყალი და ჩვეულებრივად როგორც წიწიბურ ასე მოვხარშეთ. შემდეგ დავჭერით ხახვი და სოკო, მოვთუშეთ. ზეითუნის ზეთში ამ შემთხვევაში და დავამატებთ აქ 2 სუფრისკოვს ფქვილს და 9 სუფრისკოვს სახამებელს. სამი დაამატებთ ხო? არ გვინდა მეტი. მოდელი რო გვიდევს. და როგორც თქვი რომ თუ არ გვინდა სამარხოს შემთხვევაში შეგვიძლია ფეტვი მოვხარშოთ რძეში და შემდეგ უკვე ცომში დავამატოთ
კვერცხიც. უფრო ესეთი საინტერესო და ინტენსიური გემოები გვექნება. მარილს არ ვამატებ, რადგანაც ფეტვის მოხარშვის დროს მარილი ფეტვში დავამატე და სოკოს მოთუშვის დროს სოკოში და შესაბამისად ჩემთვის უკვე საკმარისია. უზურა კაი დაახლოებით ფეტვი და სოკო რა წელს თანაბრად. თანაბრად. დაახლოებით თანაბრად. ლიკამ რაღაც ითხოვა. ეს მოატრიალო და ესე ხო ხელსათმანა. ესე შავი პილპილი აუცილებლად ამ შემთხვევაში და უკვე მზად არის პრინციპში ჩვენი კოტლეტი და შეგვიძლია ასეც მივირთოთ და ან პირდაპირ სალატში გამოვიყენოთ, ან გარნირად გამოვიყენოთ. არ გაერთო თორე. დამემართება. ლიკა დაშინებულია მაშარაფის სოუსის შემდეგ. იცი რა გავაკეთე, რა ჩავიდინე, იცი? თქვენი ცინოთი და მე არ ვიცოდი. მაშარაფის სოუსი ვაქცია მამალოდ. ისეთი მამალო ყოვზის შიგნით ჩარჩა. ყოვზის შიგნით ჩარდა. თლიანად მოგვიწია, აი გადაგდება ბოლოს, თავის ყოვზიანად. კიდევ კარგი ეს ყოვზიანი. კიდევ კარგი ნამდვილად. თორე დამრჩებოდა, ეხლა შეიძლება ყოვზით მჯარი ყავი. მოკლედ, ასე გამოიყურება ჩვენი ფარში, რომელიც როგორც თქვი, რომ უკვე გარნირად შეგვიძლია გამოვიყენოთ და პირდაპირ მივირთოთ, თუმცა იმისთვის, რომ უფრო ისეთ საინტერესო გემო და ფორმა შევძინოთ, აქ მაქვს საფანელი, რომელშიც დავამატე სეზამის მარცვალი. ძალიან ჭკვიანურია სეზამის მარცვლის და მე მიყვარს ხო ყველაფერს უხდება. ფორმას ვაძლევს ნებისმიერ მრგვალი თუ მართლა კოტლეტის ფორმის თუ ჭხირების, მოკლედ რაც გვინდა, ძალიან მარტივად ფორმირდება და შემდეგ ვიწყებთ მის შეწვას. ამ დღეს გამოვიყენებთ ფარკიონე ზეითუნის ზეთს, რომელიც გახლავთ იტალიური ბრენდი, რომელსაც აქვს ზეთი ორი სახეობის, გაფილტრული და გაუფილტრავი. აქედან ორივე იდეალურია სალათებზე მოსასხმელად და თუნდაც ნებისმიერი კერძისთვის ზურად უნდა მცინი. და ასე და ამგვარად დავიწყებთ შეწვას და კარგადაც მოგიბრაწავს უკვე. მაღალ ცეცხლზე წავ ეს ლოყაწითლები იყვნენ? დღეს რაღაცა მაღალ ცეცხლზე ვერ რატომღაც მე ძალიან მაღალი ცეცხლი გამოდის და საშუალოზე. რეკლამის დროს იმ მოდელებს მაჭმევ. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად გაჭმევ და გარდა მაგისას რეკლამამდე მოგიყვები, რომ როგორც იცით, გუდულში არის ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდი კოპი, ეს გახლავთ იტალიური ბრენდი, რომელსაც საქართველოში მხოლოდ გუდულში შეხვდებით, ასე რომ ჩვენს დახლებზეც შეგიძლიათ იხილოთ ფართო ასორტიმენტი და მხოლოდ გუდულში. მეტი ვერსად ვერ ნახავთ. ლიკა, ბოდიში რა შეამოავლე? რაღაც იმას კოკოსის პანკოს. ეს არის პანკო ეგრეთ წოდებული, უფრო ხრაშუნა და უფრო ისეთი დიდი საფანელი. თორე საფანელია. აი, ხედავ, არაფერი არ გამოგრჩება, იქ როგორი დიას სახლისი ხარ. ასწაული. თეორიულად გაგიჟდები. ეს არის ხო ძალიან ისეთი ხრაშუნა საფანელი. ასევე ძალიან კარგი ვერსია არის, რომ პირდაპირ აეროგრილში შეგვიძლია შეწვათ ჩვენი კოტლეტები. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. არ ვიცი ხა როგორ რას გრძნობს ლიკა კვარაცხელია, მაგრამ ჩვენ გრძნობთ რომ რაღაც საოცრებები ჩაიდინა. ძალიან ლამაზი დასასრულს. ძალიან მარტივად, გემრიელად და ჯანსაღად, რაც მთავარია. ფეტვი ნამდვილად გამოირჩევა ენერგიის ძლიერი წყაროთი, რადგანაც მდიდარია ნახშირწყლებით, ესეთი რთული ნახშირწყლებით, ასევე შეიცავს უჯრედის, რომელიც აუცილებელია ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. არ აქვს გლუტენი, რაც ძალიან კარგია მათთვის, ვისაც აუტანლობა აქვს, და ასევე შეიცავს B ვიტამინს, B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სახისთვის, კანისთვის, ხო, თმისთვის, ნერვული სისტემისთვის, გულსისხლძარღვთათვისაც ასევე და თან მოკლედ ეს ყველაფერი შეგვიძლია ძალიან მარტივად ყოველდღიურობაში მივირთვათ, ასევე კალიუმს და მაგნიუმსაც შეიცავს და მოკლედ ძალიან კარგი პროდუქტია და ვისურვებდი რომ უფრო ისეთი იყოს. ხშირად ხო, მოხმარებადი. გამოყენებადი. მე მაგალითად დავიწყებ დღეიდან. მე ასე მგონია, იმიტომ რომ გემონური თვისებითაც ძალიან მომეწონა, თან ამდენ სასარგებლო კი და მე გირჩევდი რომ სალატში პირდაპირ შეგვიძლია მოხარშო და სალატში ნებისმიერ სალატში შეურიო, სალატში უკვე რაც ხო ეს ხო? კი ეს აი გულწრფელად გეტყვით
მე და თიკამ უკვე ვერ მოვითმინეთ და დავაგემოვნეთ კოტლეტი. თითო კოტლეტი ვიჭამეთ. უგემრიელესია. ველოდებით მეორე ჭამის შესაძლებლობას. ძალიან მიხარია. მაყურებელს შევახსენებ, როგორ მოვამზადეთ. 2 ჭიქა ფეტვს დავასხით, 4 ჭიქა წყალი, მოვხარშეთ, როგორც ციციბურა. შემდეგ ცოტა გავაგრილეთ, პარალელურად მოვშუშეთ ხახვი სოკოსთან ერთად, დავამატეთ მე უკვე ამ ჩვენს მოხარშულ ფეტვს, ცოტა გაგრილებულს, რა თქმა უნდა, დავამატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და 1/2 სუფრის კოვზი სახამებელი. შემდეგ მივეცით კოტლეტის ფორმა და ამოვავლეთ საფანელსა და სეზამის მარცვალში ერთობლივად და შევწვით ორივე მხრიდან ზეითუნის ზეთში. სულ ეს არის გარნირად ვფიქრობ, რომ სალათიც ძალიან მოუხდება, თუმცა ვფიქრობ, რომ მჟავე კომბოსტოც ვფიქრობ ცოტა კახური ზეთით ძალიან მოუხდება, იმიტომ რომ ეგეთ კერძებს სიმჟავე უხდება ხოლმე. შეგვიძლია ასევე მოვამზადოთ მსგავსი კოტლეტი სოკოს ნაცვლად გამოვიყენოთ სტაფილო და ასევე შეგვიძლია რომ ცოტა კაპერსები დავამატოთ და ეს კაპერსიც რაღაცას კაპერსები შიგნით ის თიმგვალი როა ძალიან ლამაზი და მჟავე. ხო, მჟავე. ლამაზი არ ვიცი, მაგრამ მჟავე. ჯონჯოლის ბიძაშვილია ის. ჯონჯოლის ბიძაშვილი. ევროპული ჯონჯოლი. და აქვე მინდა რომ აუცილებლად შეგახსენოთ, რომ თუ თქვენს გინდათ ასე მარტივად და სწრაფად იფუსფუსოთ, შეგიძლიათ Goodwill-ის ონლაინ მაღაზიის მისამართი მე შეგახსენებთ და თქვენ ისარგებლოთ Goodwill.g, სადაც მოწოდება ხდება როგორც ონლაინ შეკვეთის, ასევე აპლიკაციის მეშვეობით და თქვენთვის სასურველ მისამართზე უმოკლეს დროში მოგაწოდიან პროდუქტებს. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.